საქართველოსა და თურქეთის მიზანია რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაკაკი მინაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული კრების დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. დღესვე თურქეთის დიდი ეროვნული კრების დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გიგი წერეთელს შეხვდა. გიგი წერეთლის განცხადებით თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მასთან ორმხრივ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. დღეს ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ. მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის ნებისმიერ ძალისხმევას ამ მიმართულებით. ჩვენ გავიხსენეთ ყველა ის საკითხი, რომელიც გულისხმობს საქართველოს და თურქეთის შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, მათ შორის ინვესტიციები, თურქული ინვესტიციები საქართველოში, მათ შორის პოლიტიკური თანამშრომლობა, მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ნატოში გაწევრიანების და ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მივესალმებით მარტივობას, რომელიც არის დღეს ორმხრივი ძალიან საინტერესო მუშაობა საქართველოს და თურქეთის შორის, პარლამენტის შორის, მთავრობის შორის, ეს ეხება პოლიტიკურ საკითხებს, საქართველოს მხარდაჭერას ოკუპაციის საკითხებში, ნატოსა და ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე ბიზნეს ურთიერთობებს, ეკონომიკურ აქტივობას, ინვესტიციებს და იმ პროექტებში მონაწილეობას, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და